საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტები 2023 წელთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა და 6.4 მილიონს გადააჭარბა. მიუხედავად ამისა, ვიზიტორების რიცხვი 2019 წლის მაჩვენებელ ჯერ კიდევ 16%-ით ჩამორჩება. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებში კვლავ რუსეთი ლიდერობს, სადაც 2024 წელს 1.42.923 ვიზიტი შედგა. წლიურ ჭრილში ზრდა უმნიშვნელო იყო დაახლოებით 0.2%-ის ფარგლებში. ყველაზე მეტი ვიზიტი 2024 წელს შემდეგი ქვეყნებიდან განხორციელდა, ეს იყო რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, ისრაელი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ირანი, ბელარუსი, ინდოეთი, უკრაინა, ჩინეთი, საუდის არაბეთი, გერმანია, პოლონეთი და უზბეკეთი. როგორც სტატისტიკიდანაც ხედავთ, ევროკავშირის ვერც ერთი ქვეყანა ათეულში ვერ მოხვდა, რაც შეეხება ევროკავშირის ქვეყნებს. 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან 418,414 ვიზიტი განხორციელდა, 2023 წელთან შედარებით ვიზიტები მხოლოდ 4%-ით არის მომატებული. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მეთოდოლოგიით ვიზიტორი 15 წლის ან უფროსი ასაკის პირია, რომელიც ქვეყნიდან 1 წელზე ნაკლები დროით გავიდა. ვიზიტორებში არ შედიან დასაქმების მიზნით წასულები, დიპლომატები, შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები. ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც სულ მცირე ერთი ღამე მაინც გაათია უცხო ქვეყანაში. ერთდღიანი ვიზიტორი არის ვიზიტორი, რომელიც ღამეს არ ათენებს საქართველოს ტერიტორიაზე. რამდენად წარმატებული იყო წელი ინდუსტრიისთვის, თემაზე სასაუბროთ გიორგი დოლიძე, HCS Group ჰოსპიტალიტის დირექტორი და სასტუმრო გლაროს ოლთაუნის მმართველი გვერდდება. დილომშვიდობისა, გიორგი, მადლობა თქვენი დროისთვის. პირველ რიგში შედეგები როგორია და აკმაყოფილია თუ არა ინდუსტრია იმ მაჩვენებლებით, რაც ვნახეთ 2024 წელს? მოგესალმებით. მთლიანობაში რო შევაფასოთ 2023-თან შედარებით 2024 წელი საკმაოდ კარგად დავიწყეთ და ქონდა საკმაოდ დადებითი და პოზიტიური მოლოდინები გამომდინარე იქედან, რომ 2024 წლის პირველი კვარტალი მოგეხსენებათ იყო დაბალი სეზონი და მიუხედავად დაბალი სეზონის დატვირთულობა და შესაბამისად ფასები ჰქონდა საკმაოდ დამაკმაყოფილებელ დონეზე. მოლოდინებიც იყო 2024-ში ძალიან შთამბეჭდავი, რომ უნდა გადაგვეჭარბებინა 2023 წლისთვის. ასეც გაგრძელდა შევძელით ჩვენს პარტნიორებთან ერთად, თუმცა გქონდა ორი დიდი ჩავარდნა გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზე, რომელმაც გარკვეულწილად ხელი შეუშალა ძირითადად ივენთების, კორპორატიული წვეულებების და სხვადასხვა საკონფერენციო მაის ტურიზმის მიმართულებებს, რაც თავისთავად აისახა 2024 წლის სხვადასხვა სახის შემოსავლებში და მე ღრმად ვარ იმაში დარწმუნებული, რომ ეს ასე რომ არ ყოფილიყო, გაცილებით უფრო დიდ შედეგზე გავიდოდა ქვეყანა, რადგან ჩვენ ქვეყანას შეიძლება ყოფილიყო ფასი და გავლენა ამ ორი აქციების და ჩავარდნის რამდენ პროცენტებში რო გადავთარგმნოთ, თუ შეგვიძლია, თუ გაქვთ რაიმე დანახები? ასე რომ ვიმსჯელოთ, დეკემბერი არის ხოლმე ძირითადად ის თვე, როდესაც მობილიზებას აკეთებს ყველა ორგანიზაცია თავისი კორპორატიული ღონისძიებების. ამ შემთხვევაში ძირითადად და თან ალბათ უფრო ქალაქის ცენტრალურ ობიექტებზე სავარაუდოდ გაუქმებები შეიძლება ყოფილიყო 60-65% ამ მიმართულებებით. რაც შეეხება ნომრებზე ვერ ვიტყვით თუ არ ვისაუბრებთ ისევ და ისევ რუსთაველზე, კონკრეტულად რუსთაველზე მდებარე ობიექტებზე. სხვადასხვა ობიექტებში და მათ შორის ჩვენს ობიექტშიც ეს იყო შენარჩუნებული სტანდარტულ ნიშნულზე, როგორიც არის ხოლმე დაბალი სეზონის დატვირთულობის ნიშნული და შეადგენდა 60-65%-ს მთლიანი სანომრე ფონდის დატვირთულობის. ქვეყნებიდან, რომლებიდანაც სტუმრობდნენ ტურისტები, რამდენად სასურველი და მხარჯველუნარიანია ინდუსტრიისთვის და რამდენად არის ეს ის ბაზრები, რაზეც ბოლო წლების განმავლობაში მთელი ინდუსტრია მუშაობდა. ფაქტობრივად 15 წელში გვაქვს მხოლოდ გერმანია და პოლონეთი, დანარჩენი რეგიონის და რაღაცა შუა აზიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან სტუმრობენ. ჩვენი ქვეყანა რო ზოგადად ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი ტურისტული პოტენციალი, ამაზე ალბათ არავინ უკვე დღეს აღარ დაობს, უბრალოდ ამ ყველაფერს სჭირდება ყველა ამ სფეროში შემავალი ერთეული შესაბამისი და შესაფერისი მუშაობა, რომ იქნეს მოზიდული ის კონკრეტული სეგმენტი მარკეტინგულად, რომელიც სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას. მაგალითისთვის თუ აქამდე ჩვენ 4-ეულში ჩვენს მაგალითზე იყო ხოლმე ისრაელი, გალფის ქვეყნები, მეზობელი ქვეყნები, საუდის არაბეთი და ასე შემდეგ. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოვიდა ნელ-ნელა აზიის მიმართულებაც, როგორც არის ჩინეთი, ასევე დაემატა ევროპიდან საკმაო ნაწილი. უბრალოდ ევროპა შეიძლება ჯერჯერობით ათეულ სტატისტიკაში ვერ შედიოდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ციფრების შეწონვით თუ ვიმსჯელებთ მათემატიკურად, ზრდა გვაქვს, მაგრამ იმდენად დიდი იყო აქამდე გალფის ყურის ქვეყნების და სხვადასხვა მიმართულებების მოცულობა, რომ ამასთან შედარებით
ჯერჯერობით წინ კარგად ვერ არის წამოწეული, მაგრამ ეს იმას ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ევროპიდან ტურისტი არ ჩამოდის. ევროპიდან ტურისტი ჩამოდის, ზრდა გვაქვს, მაგრამ არა რაღაც სასწავლებრივად გრანდიოზული წლიდან წლამდე, ეს ზრდა მოიცავს დაახლოებით ალბათ 8-დან 10%, რაც ასე თუ ისე მაინც ნორმალურია და დამაკმაყოფილებელია და კონკრეტულად ახალი ფრენები და ახალი მიმართულებები კიდევ უფრო ხელშეუწყობს, რომ საქართველოში მეტი ევროპელი ტურისტი ჩამოვიდეს. რომ მეტი ევროპელი ტურისტი არ ყავს. გარემო პირობები, თქვათ, მიმდინარე პროცესები და მიმართულებით კითხვები თუ რისკები რაც შეიძლება უსაფრთხოებასთან იყოს დაკავშირებული ის რომ შეიძლება მეტი ფრენა არ გვაქვს თუ აი რა არის მთავარი ახსნა ამ ყველაფრის, რომ უფრო სხვა ბაზრებისთვის არის საქართველოს დღეს საინტერესო. მიმდინარე პროცესები ხელს თავისთავად უშლის ხოლმე ყველა მიმართულებას, ოღონდ წერტილოვნად, მოკლევადიანად და იმ კონკრეტული მომენტისთვის, როდესაც პროცესი მიმდინარეობს და ფაქტი რჩება ამ შემთხვევაში ფაქტად. აქაც ძალიან დიდი არის დამოკიდებული პარტნიორებზე და იმ ტურისტულ კომპანიებზე, როგორ აუხსნიან ამ ყველაფერს თავის პარტნიორებს უცხოეთში და როგორ მიაწვდიან ამ სიტუაციას ერთმანეთთან. რაც შეეხება ევროპელ ტურისტს თუ რატო არ უნდა საქართველოში ჩამოსვლა, ვერ ვიტყოდი ესე რომ არ უნდა, უბრალოდ ეძებს მეტ კომფორტულ გზას, რომ თავისი დაგროვილი თანხა დახარჯოს შესაბამის ქვეყანაში და მიიღოს ის მაღალი კლასის მომსახურება, რასაც მიჩვეულია. ამისთვის ერთ და ორ დღეში თავისთავად ვერ ხდება და თუ კი აქამდე როგორც ტურისტული კომპანიების, როგორც კერძო ბიზნესის, ასევე თვითონ სახელმწიფოც უფრო მეტად იყო, ესე ვთქვათ, მომართული იმისკენ, რომ ხელი შეეწყო ჯერ გალფის ქვეყნებისთვის, მერე აზიის ქვეყნების განვითარებისთვის, რომ უფრო მარტივად მოეზიდათ ეს დიდი მოცულობა, ხო? იმიტომ რომ როდესაც გინდა რომ ტურისტული ბიუჯეტი შეავსო, მხოლოდ და მხოლოდ რომ ვთქვათ, ევროპაზე გააკეთოს სწორება, ეს არის შეუძლებელი, იმიტომ რომ ძალიან რთულია იქიდან ტურისტის ჩამოყვანა და იმ მოცულობის მიღება, რაც შენმეშეპეს გაზრდის. რომ რაოდენობა არ იყო საქართველოს ტურიზმისთვის მთავარი ამოსავალი და იყო ხარისხი და ის თუ რას დახარჯავდნენ, ამდენს დახარჯავდნენ და არა ვთქვათ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ჩამოვიდნენ, ღამეს გაათენებდნენ და არ ვიცი მაღაზიაში რაღაცას იყიდნენ. ამაზე სწორება და გათვლა ყოველ შემთხვევაში სტრატეგიის დონეზე და მნიშვნელობის დონეზე ასე არ ქონდა. პირიქით ტენდენციას ვიღებთ, რომ რაღაცა რაოდენობაზე კეთდება აქცენტი, რომ დავითვალოთ ადამიანები და არ გავზომოთ ხარისხი, მხარჯველუნარიანობა, სხვადასხვა სერვისების დამატება, მოთხოვნა ამ რაღაცა ძვირიან სერვისებზე, რა არის დღეს ის ნიშა, რაც უნდა დავიჭიროთ. საქართველოს რაც ვთქვათ 2022 წლამდე ან 2021 წლამდე როგორც კერძო ასევე სახელმწიფო სექტორმა რაღაც გარკვეული საბაზისო დატვირთულობა რო შექმნა ქვეყნისთვის, იგივე ორიენტირი რო გაკეთებულიყო მხოლოდ და მხოლოდ ევროპაზე ან სხვა პატარა მიმართულებებზე, იგივე მოცულობას თანხაში გამორიცხულია ვერ მივიღებთ. ამიტომ ჩემი გადმოსახედიდან აი ის საბაზისო რაც გაკეთდა, როგორც ტურისტულმა კომპანიებმა ყველამ ერთად მოიზიდეს ძალიან მარტივად ისრაელიდან, ინდოეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან მართალია შეიძლება ეს არის დაბალმხარჯველუნარიანი ტურისტი, მაგრამ საბაზისოდ ჩვენ ვიცით რომ ხვალდაზე სულ სხვა მეტი არაფერი ამ ქვეყნებიდან მაინც გვაცოცხლებს რაღაც შემოსავალი შემოვა და გადაგვარჩენს სხვა რო არაფერი არ მოხდეს. ხო, ამის მერე უკვე რო გაკეთდა სწორება ძირითადად ევროპულ მიმართულებაზე, ამ ყველაფერს ამიტომ ვამბობ რომ სჭირდება ალბათ რაღაც გარკვეული დრო, იმიტომ რომ ციფრებში ზრდა გვაქვს, თუმცა ეს ზრდა დიდ მოცულობებთან შეფარდებით შეიძლება ჯერჯერობით შესამჩნევი არ იყოს, მაგრამ ინდივიდუალურ ობიექტებზე თუ ჩავალთ და კონკრეტულ სასტუმრობის მაგალითს თუ განვიხილავთ, ჩვენ პოლონეთიდან, გერმანიიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ყავს ტურისტები და წლიდან წლამდე იზრდება. თუმცა ის რომ უკვე წინასწარ აკეთებდნენ იმ ჯგუფურ ჯავშნებს, რაც იყო ხოლმე კოვიდამდე, ეს ჯერჯერობით ისევ და ისევ აღდგენილი არ არის და ამას უკვე ტურისტული კომპანიების განმავლობაში. ფასების ჭრილში როგორი იყო 2024 ბიზნესისთვის რამდენად წარმატებული იყო? გაიზარდა თუ არა ფასები, რამდენით გაიზარდა და ამ ნაწილში მოლოდინები 2025-ისთვის რა გაქვთ? ჩვენ ზოგადად ბიუჯეტებს რო ვაკეთებთ ხოლმე წლის ჭრილში, მუდმივად ვცდილობთ რომ სასტუმროს მხრივ გავზარდოთ 10% საფასო კატეგორიები და ესეც მოვახდინეთ 2023-დან 24-ზე, არა მარტო ჩვენ ზოგადად ბაზარს რო გადავხედოთ, ისევ და ისევ იმ წერტილოვან ამოვარდნებს და შავლაქებს თუ არ ჩავთვლით, ფასები იყო გაზრდილი 10-დან ზოგჯერ 15%-მდეც კი და შეგველა გვენახა როგორც თბილისის, ასევე რეგიონების და ბათუმის მასშტაბით ისეთი ობიექტები, რომლებსაც ჰქონდათ გამოცხადებული ფასი 250-300 და $350-ი. საფასო კატეგორიაში საკმაოდ კარგი წელი იყო ისევ და ისევ იმ ამოვარდნების გათვალისწინებით, იმიტომ რომ მაშინ იწევდა ფასი, იმიტომ რომ მოთხოვნა მცირდებოდა და ეს მარტივი პრინციპია. 2025-ს რაც შეეხება 2025-შიც, როგორც კოლეგებთან გვაქვს ხოლმე საუბარი და ასევე ჩვენც ესე გვაქვს გადაწყვეტილი და უკვე გამოცხადებულიც კი
ოფიციალურად სხვადასხვა საიტებზე. 2024-ს ვამატებთ საშუალოდ 10%-ს და ვცდილობთ, რომ კიდე ამ ნიშნულით იყოს ჩვენი ფასი გაზრდილი, თუ თავისთავად იქნება შესაბამისი მოთხოვნა, რომ ეს ფასი დააკმაყოფილოს და თუ გვექნება შესაბამისი პირობები, რომ მათ შორის უმასპინძლოდ მშვიდობიანად სტუმრებს ქვეყანაში. მადლობა. თავარი ეგ არის. მადლობა თქვენი დროისთვის. წარმატებები გიორგი დოლიძე, გლარუსელ თაუნის მმართველი პარტნიორი პასუხობდა.